მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 12 პირი დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალოვა, კონსტანტინე კოკაია, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრით ირქია წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმის ამ ნაწილში ბრალდებულ კიდევ 3 პირს, გოგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძესა და ევა შაშიაშვილს გირაუ აქვს შეფარდებული. სხდომაზე ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლეს პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა. ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის ფონზე, რომელიც შეიძლება ახალ გარემოებად შეფასდეს, დასაბუთების სტანდარტი და ბრალდების მიერ აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებისთვის გამოყენებული ფორმალური საფუძვლები კიდევ უფრო სუსტდება. პროცესზე ცუცქირიძის მსგავსად სხვა ადვოკატებმაც მოითხოვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ პატიმრობა გაუქმებულიყო ან ალტერნატიული ღონისძიებით შეცვლილიყო. ადვოკატების ნაწილმა ყურადღება გაამახვილა ბრალდებულების ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზეც, რაც მათი თქმით პატიმრობისას კიდევ უფრო უარესდება. ადვოკატების საპირისპიროდ პროცესზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ბრალდების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დარჩენა მოითხოვა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. 4 ოქტომბრის ამ საქმეზე 15 პირიდან 14-ს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ია დარახველიძეს კი მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.